როგორ ხარ? يا الله يو დამშვიდი. ჩემს დედას ნატალი მოეწონა. კარგი ბიჭებო, უნდა ავდგეთ. ესენი აქ ახლოს გვიახლოვდებიან. ესენი ჩვენთან მოდიან, უბრალოდ უნდა შევიდეთ. უნდა წავიდეთ. 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 წავიდეთ, 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 წავიდეთ. წავიდეთ. ასწავლი დედა, მადლობა. 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 დაცემები ძმაო, ცხოვრების დაცემები ნევათიმში. დაცემები ნევათიმში ძმაო, მძიმე დაცემები ნევათიმში, გესმის? ვა. კორნოფელე ნევათიმში შეტევები ძლიერია. იმალე ეს არა შემთხვევით. კორნოფელე გამოიწერეთ. ეხლა ჩვენს რეპორტაჟს ახლო აღმოსავლეთიდან ნეით ფოი წარმოგიდგენთ. სასიამოვნო იყო შენი ნახვა დღეს ნეით, რა ხდება? ჰეი, ჩარლი, მიუხედავად ყველა დარტყმისა, ირანის შეიარაღებულ ძალებს კვლავ აქვთ ბალისტიკური რაკეტები და პასუხობენ ქვეისის თავდასხმებს კარგის კუნძულზე, ისვრიან თელ-ავივის ჩრდილოეთით. ამჟამად ტრამპის გზავნილი ნათელია, უზრუნველყოს უსაფრთხო ნავიგაცია ჰორმუზის სრუტეში. თუ არა ის გაანადგურებს კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურას, რადგან აქ მუშავდება ირანის ნავთობის 80%. ის პატარაა, მხოლოდ 8 კილომეტრის სიგრძისაა და მას ამარაგებენ ირანის მთავარი ნავთობის საბადოები. პრეზიდენტმა ტრამპმა დაწერა, რომ თუ ირანი გააგრძელებს გემებზე თავდასხმას, იაკოირეუა გაანადგურებენ მთელ ინფრასტრუქტურას. ნახეთ რამდენიმე დღის წინ. დაუსაჯერებელი კადრებია. აშშ-მაც გამოაცხადა გაძლიერება. დღეს United States Ship Tripoli რეგიონში 2500 მეზღვაურით და 2500 საზღვაო ქვეითით ჩავიდა. ისინი ამერიკულ ბაზებს დაცვასა და ირანული რაკეტების გადაჭერაში დაეხმარებიან. მიწისძვრა ჯერ არ ყოფილა. ირანში 15000 სამიზნეა და ეს რიცხვი იზრდება. ჩარლი, თავდასხმები მოხდა ათასობით ადამიანის ახლოს ალ-კუდსის დღეზე. ამ ადამიანთა ნაწილი ადგილებზე, სადაც საჰაერო იერიშები იყო, ამერიკის დროშებს სვავდნენ და სკანდირებდნენ სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს. ამასობაში ირანის თავდასხმითი შესაძლებლობები მთელი დღის განმავლობაში გამოჩნდა ისრაელში. ეს პირველი ვიდეო არის ფრაგმენტული ბომბის შედეგი თელ-ავივის შემოგარენში. ისრაელის ჩრდილოეთში ირანის რაკეტის თავდასხმამ ერთ უბანს დაარტყა და მინიმუმ 48 ადამიანი დააზიანა. ახლა ისრაელი ჰეზბოლას ჩრდილოეთ საზღვარზე პასუხობს შეტევას. ისრაელმა მთელი დღე ბეირუთსა და ლიბანში საჰაერო დარტყმები განახორციელა. გაანადგურა ჰეზბოლას 2 მეთაური და დაარტყა მათი ობიექტებს. სიტყვა ისევ თქვენ, ჩარლი ნეით. გვაქვს რაიმე მითითება, რაიმე ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს დასჭირდება United States Ship Tripolis იმ ადგილზე მისასვლელად, სადაც უნდა იყოს. ის აქ იქნება მომდევნო 1 ან 2 კვირაში, ასე რომ მაქსიმუმ 2 კვირაში. ეს ძალები აქ მხოლოდ ჯარებს დაეხმარებიან, რომლებიც ირანული რაკეტებითა და დრონებით თავდასხმებს იღებენ. ისინი ეცდებიან შეამცირონ ირანის შესაძლებლობები, რაც ახლა მთავარი მიზანია. ბაზების და იმ გემების დასაცავადაც, რომლებიც მოძრაობენ სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში. ნეით ფოი, რეპორტაჟი.
მადლობა დეტალურ საუბარზე. ახლა მოვიწევთ Fox News-ის თანამშრომელს დენ ჰოფმანს, CIA-ის ყოფილ სადგურის უფროსს. პრესდილით მივიღეთ განახლებული სამხედრო ინფორმაცია მათი წარმატებების შესახებ. თქვენ როგორ შეაფასებდით დაზვერვას? კარგი, ვფიქრობ, დაზვერვა განსაკუთრებულად კარგად მუშაობს. სუსტი დარტყმებისთვის ირანის ბალისტიკურ რაკეტებზე, დრონებზე და ბირთვულ პროგრამაზე ადამიანური სიგნალების და საჰაერო დაზვერვა გადამწყვეტია. ეს არის ZOA-ის შეიარაღებული ძალების თვალები და ყურები დარტყმებისას. CIA-ის დირექტორ რატკლიფს ირანის რეჟიმის შიდა დინამიკის ანგარიშის მომზადება ევალება. ახალი უზენაესი ლიდერი ჯერ არ გამოჩენილა. ვარაუდობენ, რომ ის ირანის რევოლუციური გვარდიის მკაცრი ხაზისთვის სიმბოლური იქნება. ირანის განზრახვები კრიტიკულია. მდივან ჰექსეტისთვის მათი გეგმების გაგება ჰორმუზის სრუტესა და მის ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვანია, როდესაც ამ ომზე მუშაობთ. შეგიძლიათ ცოტა უფრო დეტალურად ისაუბროთ აიათოლაზე, რადგან, როგორც თქვით, სიცოცხლის მტკიცებულება რეალურად არ არსებობს. პრეზიდენტმა ტრამპმაც გააკეთა კომენტარი ამაზე. ის მონაწილეობდა გადაცემაში კილმითთან ერთად, ნახეთ აქ. საბოლოოდ მოვისმინეთ უზენაესი ლიდერის განცხადება. მაგრამ მას არ ვხედავთ. ამბობენ, რომ სწორედ მან დაწერა სიტყვა. პირველ რიგში გონიათ რომ ცოცხალია? გონია რომ კი ის ალბათ ტრავმირებულია. ალბათ ცოცხალია. და როგორც კი ამ ინფორმაციას მიიღებს, თუ ეს ასეა, სინამდვილეში ამ მდგომარეობა ირანში, როგორ მუშაობს იქ დაზვერვის სამსახური? დიახ, მჯერა რომ ტრამპის უსაფრთხოების გუნდი ბევრ კითხვას უსვამს ჩვენს დაზვერვას. ახალი აიათოლა მოჯთაბა ხამენეი სრულად ფუნქციონირებს. ეს არის ის. დაზვერვის სამსახური არის ის, რაც დაზვერვად იქცევა, დაზვერვა. ირანის პოლიტიკის განხორციელება და გადაწყვეტილებების მიღება, როგორც რევოლუციურ გვარდიას მამამისი ხელმძღვანელობდა. თუ პირიქითაა. ეს ჩემი აზრით ირანის რეჟიმისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი კითხვებია. ახლა საქმე გადარჩენაშია. არ მგონია, რომ მათ აინტერესებთ ქვეყანა განადგურდება თუ არა. თუ დასავლეთს და ზევას დააზიანებენ, გაზრდიან ნავთობის ფაზს და ბაჰრეინის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებს შეუტევენ და გადარჩებიან. ისინი ომს წარმატებად ჩათვლიან, რადგან ეს მათ ხელახლა შეიარაღებისა და აღდგენის საშუალებას მისცემს. ეს აიძულებს ზევას გააკეთოს ისრაელის ბალახის გაგრეჭვის მსგავსი ქმედება, თუ ირანი რაკეტების ან ბირთვული პროგრამის აღდგენას შეეცდება. მაშინ გითხავთ, სადაზვერვო საზოგადოება შეიძლება დაეხმაროს საკითხის გადახედვას, ან უფრო ნათელს გახდეს. ვიცი, გენერალმა კიმმა თქვა, ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე გემი მოძრაობს, მაგრამ რეალურად ის დახურულია. როგორ დაეხმაროს სადაზვერვო სამსახური სამხედროებს გახსნაში? ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ იერიშები ირანზე და არ მივცეთ მათ ნაღმების დაყენების შესანების შესაძლებლობა, რათა ირანი ჰორმუზის სრუტიდან გარეთ დავტოვოთ. ეს რთულია, მაგრამ სადაზვერვო სამსახური პროცესს უზრუნველყოფს. თუ წარსული რამეს გვასწავლის, CIA ალბათ საიდუმლო მოლაპარაკებებს პარალელური არხებით აწარმოებს ირანის ოფიციალურ პირებთან შესაძლებლობის შემთხვევაში. ჩვენ არ ვიცით ამ მემკვიდრეობით, რომელსაც ირანი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა, შეიძლება თუ არა ირანის უსაფრთხოების სტრუქტურები დაკოს. და თუ იქნებ ჩვენ შევძლოთ ამით სარგებლობა, რომ დავყოთ მეტოქე ფრაქციები და ვინც ის მომავალში შევძლოთ შეთანხმების მიღწევა, პერსპექტივაში ირანს შეიძლება სანქციები შეუმცირდეს ან გაუქმდეს, თუ ის უარს იტყვის საზღვარგარეთ ძალაუფლების პროექციასა და აგრესიაზე. დან ჰოფმან, შაბათ-კვირას კვლავ დაგიკავშირდებით, მადლობთ.